სახელით მამისა და საწესოების წმინდა. დასასრულს ვახდობა კიდევ ერთი მართვა შობის 40-იანი მართვა და თითქოს ესეთი წარმოდგენა რჩება, რომ გუშინ დაიწყო და ხვალ დამთავრდეს. ისე მალე გავიდა ეს პერიოდი ადამიანმა თვალის და ხამხამებაც კი ვერ მოასწრო და სამწუხაროდ რაც ხშირად ხდება ხოლმე ის მოხდა ამ მართვაშიდაც. მე პირველ რიგში ჩემ თავზე ვამბობ და ალბათ თითოეული თქვენგანის უფრო უმეტესი თქვენგანი ამას გრძნობს, რომ ყველა მართვა იწყება ესე, რომ ამ მართვაში ამას არ გავაკეთებ, იმას არ გავაკეთებ, ვცდილობთ, რომ რაც გვაქვს ჩვენი შინაგანი ცოდვითი მიდრეკილებები რაღაცნაირად მართვაში მაინც თავი შევიკავოთ, ეს სასმელი იქნება, საჭმელი იქნება, თუ სხვა ცუდი ჩვეულება იქნება. ადამიანი ცდილობს, რომ მაინც რაღაცნაირად მართვაში უფრო მეტი მოთხოვოს საკუთარ თავს, უფრო მეტი სულიერი სარგებელი მიიღოს. ესეთი შემართებით იწყება მართვა. პირველი დღე, მეორე დღე, მესამე დღე ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ შემდეგ იწყება უკვე მონატრება. მონატრება იმისა, რომ საკუთარ თავს ვასიამო. სამწუხაროდ ხშირად ვერ უძლებთ ხოლმე ამ სასტურებს. თუმცა შობის მართვაში დიდი სასტურია იმ ხიდან გამომდინარე, რომელსაც ახალი წელი ქვია. ძალიან ბევრ შეღავათებს ვაძლევთ ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს საკუთარ თავს. სამწუხაროდ ხშირად მართვაც კი ირღვევა ხოლმე იმ დღის გამო, რომელიც არაფრის მომასწავლებელი არ არის ადამიანის სულისთვის, არანაირი სარგებელის მომტანი არ არის ადამიანის სულისთვის. ისთვის, რომელიც ჩვეულებრივ დღეთა შორის შეიძლება ჩავწეროთ, გათენდა აღამდა 31 დეკემბერი და გათენდა 1 იანვარი. და დაიწყო ახალი წელი. სამწუხაროდ ამ დღეს არ გვახსენდება როგორ გავიარეთ წინა წელი და სულიერი სარგებელი მივეცით საკუთარ თავს. არ ვფიქრობთ ჩვენ ცოდებზე. პირველ რიგში ადამიანი იმაზე უნდა დაფიქრდეს, რომ როდესაც ახალი წელი დგება, რა მოუტანეთ ჩვენს სულს, რა დავაკეთეთ, ისი გამოსწორება შეგვიძლია, რა უნდა გამოვასწოროთ, რომ კიდევ ერთი წლით, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით სიკვდილს, რომ დავდგებით ჩვენ ღვთის წინაშე, რა მოგვილის ამ წელიწადს, რა წოდებით ჩავიდინეთ, ამ წოდებით რო წავდგეთ ჩვენ ღვთის წინაშე, რა გველოდებით. მაგრამ ამ დღეს ესეთი ფიქრები სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვაქვს და ვფიქრობთ იმაზე, რა ვიყიდოთ, სუფრალეთი გავამშვენოთ და რა სიამოვნება მივიღოთ, რა ხორციელი სარგებელი მივიღოთ საფრთხე. მაშინ, როდესაც უკვე იწყება მართვის ბოლო კვირა, როდესაც ქრისტიანი ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ განსაკუთრებულად უფრო მეტი მოუთხოვოთ საკუთარ თავს, რომ უფრო მეტი სულიერი სიხაურით შევხვდეთ შობის დღესასწაულს. ერთ-ერთი დღე არის ეს ახალი წლის დღე, როდესაც ის მიზანი, რაც მართვის დასაწყისში დავისახეთ, ამ დღის გამოირღვევა. და ბოლოს თავდება მართვა იმით, რომ ბოლოს ხვდებით, რომ თურმე 40 დღე გავიდა იმ
იმ შეგნებით რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხვდებით რომ თურმე ვეღარაფერი ვერ გავაკეთე. რატომ ხდება ეს? შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაცა პერიოდი, რომელიმე მარხვით ყოფილი იყოს, ან რაღაცა ჩავარდნა ჰქონდეს მარხვის რომელიმე პერიოდში, მაგრამ არა, თითქმის ყველა მარხვა ესე იწყებოდა, ესე მთავრდება. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ, როდესაც მარხვას ვიწყებთ, არ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთო შემეწიე, რომ ეს მარხვა მშვიდობით გავიაროთ. და ალბათ უფრო მეტად საკუთარ თავზე ვამყარებთ ხოლმე იმედებს და საკუთარი თავის იმედად ვართ და ვიძახით, რომ მე ამას გავაკეთებ. სინამდვილეში ჩვენი ძალებით არაფერი არ შეგვიძლია. თუ არა ღმერთის წყალობა ერთნაბიჯსაც კი ვერ გადავდა. რომ არა ღმერთის დახმარება ერთ მამაუჩვენოსაც ვერ ვიტყვით. არა თუ 40-დღიან მარხვას ან 50-დღიან მარხვას დავიცავ. ანუ იმის თქვა მინდა, რომ უფრო მეტი თანმიმდევრობით უნდა დავიწყოთ მარხვა. უფრო მეტი იმედი უნდა დავამყაროთ ღმერთზე ვიდრე საკუთარ თავზე. თუ ამას გავაკეთებთ, უფრო შედეგიანი იქნება თითოეული მარხვა, მაგრამ ის ფიქრიც, რომ აი თქვა დამთავრდა მარხვა და ადამიანი მოყოფილი იყო საკუთარი თავით, ესეც ამბავდა. რომ თქვას, რომ აი მე ეს გავაკეთე. დასასრულიც უნდა იყოს ისეთივე, როგორც დასაწყისი. დავიწყეთ მარხვა ღმერთის იმედით, დავუცვით იმის თხოვნით, რომ შეგვეციოს ღმერთი, რომ მშვიდობიანად და ხარისხიანად გავიაროთ ეს მარხვა და დასასრულიც უნდა იყოს ისეთი, რომ მადლობა ღმერთო, რომ მშვიდობით გავიარეთ ეს მარხვა. და არა იმით, რომ საკუთარი თავი მოგვეწონოს, რომ რა კარგი ბიჭებია, რა კარგი კულები ვართ, რომ ჩვენ ესე გავაკეთებთ. ადამიანს თუ ესეთი წარმოდგენა დარჩა საკუთარ თავზე და კმაყოფილია მარხვით ან ლოცვით იმ პერიოდით, ამას ჯობია ადამიანი ანუ სწორი არის, რომ ადამიანს მარხვის ბოლოს უნდა ქონდეს კვლავ უკმაყოფილების გზნობა. ისევ ჯობია, რომ უკმაყოფილების გზნობა ქონდეს, ისევ ჯობია, რომ რაღაცა მარხვის დროს დაცემა და ადგილმა ქონდეს. ვიდრე საკუთარი თავით ტკბებოდეს და საკუთარ ამპარტაუნებას უფრო ასაზრდოებდეს. ჯობია ამბობდეს, რომ ეს ვერ გავაკეთე, ეს უნდა გამეკეთებინა, ვიდრე ამპარტაუნად იყოს განწყობილი საკუთარი თავის მიმართ. როდესაც ესე ფიქრობს ადამიანი, რომ უკმაყოფილია საკუთარი თავის, იცის რა აქვს გამოსასწორებელი. იცის, რომ წინა მარხვაში თუ ეს ვერ გააკეთა, მომავალი მარხვისთვის მაინც უფრო უკეთესად უნდა მოიმუშავოს. მომავალი მარხვაში მაინც უნდა ეცადოს, რომ ამ ცოდვას უფრო მეტად ებრძოლოს. ხშირად ჩვენ ესეთ აზრს მოვისმენთ ხოლმე, რომ რა აზრი აქვს მარხვას, მაშინ, როდესაც მარტო საჭმელისგან ვიკავებ თავს. საჭმელისგან და სასმელისგან ვიკავებ თავს, რაც რა თქმა უნდა არასწორი ფიქრია და არასწორი მიდგომაა მარხვის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ადამი და ევა სამოთხიდან გამოგდებული იქნენ ღმერთის მიერ იმის გამო, რომ მათ არ დაიმარხეს მცნება და შეჭამეს აკრძალული ხილის ნაყოფი. ანუ მარხვა დაირღვა ჭამით. რა თქმა უნდა, სანამ შეჭამდნენ, მათ ფიქრითაც შეწოდეს ღმერთის მიმართ და ეშმაკს დაუჯერეს, მაგრამ ქმედება განხორციელდა ჭამით. ანუ მარხვა დაირღვა ჭამით. და თუ უნდა ადამიანს სამოთხეში დაბრუნდეს, მარხვა უნდა დაიწყოს სამოთხეში დაბრუნება უნდა დაიწყოს ჭამით თავშეკავებით. თუ ადამიანი საჭმლისგან და სასმლისგან არ იკავებს თავს, ის უამრავ წოდებში აღმოსდება.
რამდენი ცოდვის მიზეზი ყოფილა ნაპროვანი. ცონარება, ფიქრების გაუკონტროლება, შეიძლება რაღაც ხორციელ ცოდვაში და ჩავარდეს ადამიანი. რამდენი ცოდვის მიზეზი ყოფილა სიმთვრალე. ხშირად მკვლელობამდეც კი მისულა ადამიანი, ხშირად შეიძლება მკვლელობა არ იყოს, მაგრამ ძალადობა იყოს, ჭუბი იყოს, ერთმანეთს სიმაწყენა იყოს, უპატიებლობა იყოს, გინება იყოს. და ვთქვათ ახლა, რომ აზრი არ აქვს ადამიანმა, რომ მართვის საჭმლისგან შეიკავოს თავი და სასმისგან, ოდესაც მართვას იწყებს. რა თქმა უნდა, მარტო საჭმელი და სასმელი არ არის მართვა. მართვა ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი განსაკუთრებულად იკავებს რაღაცა ცოდებისგან თავს და ამავე დროს უფრო მეტ სათნოებას აღასრულებს. უფრო მეტად მოწყალებას გაცემს, უფრო მეტ ლოცვას ამბობს, უფრო მეტად ითმენს, უფრო მეტად შინაგან ფიქრებსაც აკონტროლებს, მანამდე თუ ფიქრებს არ აქცევდა ყურადღებას, ფიქრებს უნდა მიაქციოს ყურადღება. გარეგნულ ცოდებზე რა თქმა უნდა აღარ ვსაუბრობ. უფრო ხშირად უნდა თქვას აღსარება, უფრო ხშირად უნდა ეზიაროს. ეს ერთობლიობა მართვის, სულიერი ცხოვრების ერთობლიობა, რომელსაც ადამიანი განსაკუთრებულად უნდა ყურადღებას აქცევდეს მართვის პერიოდში. მაგრამ ის რომ უარყოს ადამიანმა, რომ მარტო საჭმლისგან თავის შეკავება არაფერია, ეს არ არის სწორი. ამით უნდა დავიწყოთ. ეს არის პირველი ნაბიჯები, როდესაც ადამიანი იწყებს კეთილ ცხოვრებას. თუ ამით არ დაიწყო, რა თქმა უნდა, საკუთარ ცოდვით რომ ბრძოლა გაუჩნდება. თუ საჭმლისგან და სასმისგან თავი არ შეიკავა ადამიანი, ვერ დაამარცხებს ბიძ ფიქრებს, გინებას, ჭხუბს, წყენინებას, ვისხანებას, ავიცი, ბევრ ცოდვას ვერ დაამარცხებს. როდესაც ამას აგვარებს ადამიანი, საჭმლისგან და სასმისგან თავს იკავებს, მერე უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, რომ სხვა ცოდვებიც, რომელიც მას აწუხებს, ესენიც დაამარცხოს და იბრძოლოს მის წინააღმდეგ. დროს უნდა გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ აი ფიქრობთ, რომ როდის გავა ეს დრო. ეს არის პირდაპირ ღმერთის წყალობაზე ხელისკვრა. ღმერთმა ჩვენ თითოეული წამი, თითოეული წუთი მოგცა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საკუთარი სულის სარგებლობისთვის და დროის ფუჭად გაფრანგვას არ უნდა ვცდილოთ. რა თქმა უნდა, ადამიანმა ფიზიკური უძლურების დროს, დაღლილობის დროს შეიძლება დაეშენოს კიდევაც, მაგრამ დასვენება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ღმერთის გარეშე უნდა დარჩეს. შეიძლება ადამიანი წამოწვეს, დაისვენოს, მაგრამ ამ დროსაც კი უნდა ცდილობდეს, რომ ღმერთთან კავშირი არ გაწყვეტოს. შეიძლება დასასვენებლად წავიდეს ოჯახთან ერთად, მაგრამ ამ დროსაც უნდა ცდილობდეს, რომ ის წესი, რაც მას აქვს ქრისტიანული ცხოვრების, ამ დასასვენებლად წასვლის დროს არ უარყოს და არ დაივიწყოს. თორე ეს დრო, ამ დროისთვის ჩვენ ყველა წამისთვის და ყველა წუთისთვის, რომელსაც უქმად გაატარებს ადამიანი, აუცილებლად მოუკითხება. მთელი ცხოვრება ისე გავა, როგორც გავიდა ეს 40 დღე. უკან მოვეხედავთ და საფაქტობრივად არაფერი არ დაგვჭირდა. აი, მოხუც ადამიანს რო გითხოთ, 50 წლის კაცს რო გითხოთ, რა ნახე შენ ცხოვრებაში, შეიძლება 1-2 რაღაცა გითხრა, შეიძლება თითქოს ჩამოსათვლელი რამე დაგისახელოს, რაც მას ახსოვს თავისი ცხოვრების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, ის სულიერად ცხოვრობდა თუ არ ცხოვრობდა. ამიტომ ყველა წამი და ყველა წუთი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ
იფუჭათ არ გაიაროს ამ დრო. ღმერთს ყველაფერი ახსოვს, ჩვენ ფაվել ანგელოს ყველაფერი ახსოვს და საშინელ სამჯობოზე ჩვენ რაც არ გვიმახსოვრება. ღმერთს ყველაფერი ემახსოვრება და ეშმაკი კიდევ უფრო მეც ცის დაგზავნებს იქ, ვიდრე მან ნახა ჩვენი წოდები. ვეცადოთ, რომ ყველა მართვა, ყველა დღე, ყველა წუთი და საათი ისე გამოვიყენოთ, რომ ღმერთთან კავშირი არ გავწყვეტოთ. მეთქმა დაგლოცოთ.